მოგესალმებით ძვირფასო კუროებო. წარმოგიდგენთ 2026 წლის ტაროლოგიურ პროგნოზს, სადაც განვიხილავთ ჯანმრთელობას, ფინანსებსა და კარიერას და ასევე სასიყვარულო პარტნიორულ ურთიერთობებს. ყველა მიმართულებით იქნება რჩევა და ასევე ამოღებული არის წლის მინერალი, რა იქნება თქვენთვის წლის მინერალი. მაშასე იანვარი, თებერვალი, მარტის განმავლობაში ჯანმრთელობა კუროებისთვის სტაბილურია. მართალია ნელი ნაბიჯებით, მაგრამ თქვენ მიზნებს გაყვებით და ჯანმრთელობა ამაში ხელს შეგიწყობთ, თუმცა უკვე აპრილი, მაისი, ივნისის განმავლობაში შესაძლოა უფრო დეპრესიული ფონი იყოს და უფრო ჩაუფიქრდეთ, რეფლექსიისთვის დაგჭირდეთ დრო, რაღაცა კითხვები დასვათ, რასაც მოგინდებათ, რომ პასუხები თქვენ თავში იპოვოთ, უფრო რაღაცა განმარტოებისკენ იქნებით მიდრეკილი. თუმცა შემდეგი 3 თვე, უკვე ივლისი, აგვისტო, სექტემბერი იქნებით ძალიან აქტიური, ენერგიული. ჯანმრთელობა აქ მდგრადია, ბევრი ენერგია გექნებათ, ყველანაირი პროექტების განსახორციელებლად, სამოგზაუროდ, ყველაფრისთვის, ესე იგი, გექნებათ ენერგია, ძალიან აქტიური იქნებით. და წლის ბოლო 3 თვეში, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, აქაც, ესე იგი, ჯანმრთელობა სტაბილურია და მიდრეკილი იქნებით. შესაძლოა, რომ აქ რაღაცა ჩეკაპი გააკეთოთ ამ 3 თვეში, რაც ნიშნავს, რომ ვთქვათ, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა შეამოწმოთ, ანალიზები ზოგადი და ასე შემდეგ. თუმცა აქ ყველაფერი რიგზია, უბრალოდ აი პროფილაქტიკისთვის, როცა აკეთებენ ხოლმე, შესაძლოა აი ამ პერიოდში ეს მოგიწიოთ. რაც შეეხება ახლა რჩევას, რჩევაში არის ესეთი რაღაცა, რომ მიენდეთ თქვენი წინაპრების ცოდნას და კარგი იქნება თუ აი საგვარეულო ენერგიას მიიღებთ, როგორც ჩანს, საგვარეულო ენერგიაზე ამბობთ უარს. კარგი იქნება, რომ გამოიკვლიოთ თქვენს გვარში, წინაპრებში, რა ხდებოდა, რა იყო მნიშვნელოვანი მათთვის და ტალანტები და ნიჭები, რაც იქიდან მოდის, ამაზე არ თქვათ უარი და განახორციელეთ. და ასევე შესაძლოა იყოს, რომ წინაპრებში არსებული დაავადებები, რაც იყო, თქვენ ლოიალობის გამო იღებდეთ თქვენ თავზე. აი ესეც შეიძლება იყოს ჩასახსნელი. ანუ პლუსები, რაც საგვარეულო ძალიდან მოდის თქვენთან, მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ და მინუსების ინტეგრაცია მოახდინოთ ისე, რომ თქვენი ჯანმრთელობა არ დააზიანოთ. რჩევის სახით კიდევ იქნება, რომ პრიორიტეტები დაალაგეთ კარგად, რომ არ გადაიტვირთოთ და გადაწვის ზღვრამდე არ მიხვიდეთ, დაალაგეთ კარგად, რისი კეთება გინდათ რეალურად და თქვათ აი 2-3 პრიორიტეტი აიღეთ. რაც შეეხება ახლა ფინანსებსა და კარიერას, პირველი 6 თვე არის ძალიან წარმატებული. პირველ 3 თვეში, ესე იგი, იანვარი, თებერვალი, მარტი, შემოდის ახალი პარტნიორობები, ძალიან საინტერესო მიმართულებით, როგორც კარიერაში, ისე ფინანსებში. უკვე აპრილი, მაისი, ივნისში შეიცვლება თქვენი ფინანსები, ფორტუნა თქვენ მხარეს იქნება და ბედი გაგიღიმებთ ამ მიმართულებით. შესაძლოა რაღაცა უცაბედი დიდი ფინანსები შემოვიდეს თქვენთან და კარიერაში ძალიან წარმატებული იქნებით. რაც შეეხება უკვე ივლისი, აგვისტო, სექტემბერს, აქ შესაძლოა ფინანსურად უკვე მოგიწიოთ, რომ ფინანსები კარგად გადაანაწილოთ და დააპრიორიტეტოთ, რა გინდათ, რომ გააკეთოთ. და შესაძლოა რაღაცებზე არ გეყოთ აქ ფინანსები, ანუ მეტი ხარჯი იყოს, ვიდრე შემოსავალი. აქ შესაბამისად მოერიდეთ და ჭკვიანურად გააკეთეთ ბიუჯეტირება. ბოლო 3 თვეში, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, აქ შეიძლება მოგზაურობის პერსპექტივა იყოს, საქმიანი მიმართულებით და ფინანსების თვალსაზრისითაც იქნება წინსვლა.
რჩევაში გეუბნებათ, რომ აირჩიეთ ერთი საქმე და ჩაუშვით იქ ღუზა, ანუ ერთი მიმართულებით კარგად განავითარეთ რაღაცა ბიზნესი, ბევრ საქმეს მიედმოედებით და ერთ საქმეში მთელი ენერგიის კონცენტრირებულად გაშვება მოგცემთ ძალიან კარგ შედეგებს, როგორც ფინანსურად, ისე კარიერულად. რაც შეეხება სასიყვარულო პარტნიორულ ურთიერთობას, პირველი 3 თვის განმავლობაში იანვარი, თებერვალი, მარტის განმავლობაში თითქოს მოლოდინის რეჟიმში იქნებით. თითქოს რაღაცას ელოდებით, რომ სასიყვარულო პარტნიორული მიმართულებით რაღაცები დაალაგდეს. ანუ ელოდებით პარტნიორს აქ. აპრილი, მაისი, ივნისში აქ თითქოს ძალიან მძიმე ტვირთი გახდება თქვენთვის ეს მოლოდინი და შესაძლოა რომ საბოლოო ჯამში უარი თქვათ ამ ყველაფერზე. და უკვე წლის მეორე 6 თვეში იქნება ძალიან საინტერესო ადამიანის გამოჩენა თქვენს ცხოვრებაში. ეს არის უკვე ივლისი, აგვისტო, სექტემბერში. გამოჩნდება ადამიანი, მაგრამ შესაძლოა ცოტა ეგოისტიც იყოს. ამიტომ ყურადღება მიაქციეს თქვენს საზღვრებს. შეიძლება იყოს ბავშვური და შესაძლოა აქ ამ სამთოში არის ჩასახვის ალბათობაც. ბოლო სამთოში უკვე ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი მოსალოდნელია, რომ შეიძლება სერიოზული შეთავაზება გააკეთოს თქვენმა პარტნიორმა, ამ პოტენციურმა პარტნიორმა. ეს იქნება ერთჭერქვეშ ცხოვრება, ნიშნობა, ქორწილი და ასე შემდეგ. მაგრამ რჩევაში გეუბნებათ ესეთ რაღაცას, რომ მოერიდეთ წლის პირველ ნახევარს ეხება ეს უფრო, რომ манипуляციებს არ აყვეთ და შეეცადეთ, რომ თქვენი აზრი გქონდეთ, დაუფიქრდით რას და როგორ აკეთებთ და აი ამ რაღაცა რთულ პერიოდს, რაც წლის პირველ ნახევარში არის, ადვილად გადალახავთ და უკვე წლის მეორე ნახევარში ძალიან დიდი ბედნიერება და სასიამოვნო მოვლენები გელით სასიყვარულო პარტნიორულ ურთიერთობაში. რჩევაში გეუბნებათ, რომ თუ ზუსტად გადაწყვიტავთ რა გინდათ, აუცილებლად მოვა თქვენთან და თან ძალიან მალე. უბრალოდ ზუსტად უნდა იცოდეთ, როგორ ადამიანთან გინდათ ურთიერთობა, რა ურთიერთობაში გინდათ რომ იყოთ და თქვათ რა არის თქვენი გეგმები სასიყვარულო პარტნიორულ ურთიერთობაში. და მერე უკვე შემოდის თაფლობის თვე, ეს უკვე წლის მეორე ნახევარში, სადაც ძალიან ბედნიერი და გახარებული იქნებით. წლის მინერალს რაც შეეხება, არის ძალიან ლამაზი და ისეთი კარგი მინერალი, ეს არის ლემურული კვარცი, ანუ ლემურულ კრისტალს ეძახიან. მეც მაქვს ეს კვარცი ჩემს კოლექციაში და ძალიან ლამაზი და მიმზიდველია და გარდა ამისა ძალიან ძლიერი ენერგიის მქონეა. 12 ნიშნისთვის რა მინერალებიც ამოვა, ამ მინერალებზე ასევე გავაკეთებ ვიდეოებს. რაც შეეხება ახლა ინდივიდუალურ კონსულტაციებს, დეკემბრის ბოლომდე და იანვრის პირველი 2 კვირა ჩემი გამომწერებისთვის იქნება 30%-იანი ფასდაკლება წლის პროგნოზზე, სადაც განხილული იქნება ჯანმრთელობა, ფინანსები, კარიერა, სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობა თავის რჩევით 12 თვის ჭრილში. ინფორმაციას დავტოვებ აღწერაში და ჩასაწერად შეგიძლიათ მომწეროთ Facebook-ის გვერდზე. მადლობას გიხდით და დროებით გემშვიდობებით.